ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარ აქტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე 359 კონგრესმენი იყო, წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მეგობარი აქტი საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტის სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი ამერიკის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად. კონგრესში კანონპროექტის მიღებას გამოხმაურება და შეფასებები მოყვა თბილისში. სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას ახლა მოამბის ღია ეთერში. სალომე, გისმენთ. დიახ, გუშინ გვიანღამით თბილისის დროით დაახლოებით 3 საათისთვის კანონპროექტი კონგრესმა ანუ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ხმათა უმრავლესობით 359 ხმით. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა, რომელსაც საქართველოში ძალიან კარგად იცნობენ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ორპარტიული დოკუმენტი, ვინაიდან მხარდამჭერებს შორის იყვნენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კონგრესმენები. თავად ჯო ვილსონმა წარადგინა სენატში ეს კანონპროექტი, სულ 5 გამომსვლელი იყო, პრინციპში აქედან 4 საუბრობდა კანონპროექტის მხარდაჭერაზე, ხოლო ერთი იმაზე, რომ ამ კანონპროექტის მიღება პრინციპში ცდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიზნებსა და გაცხადებულ პოლიტიკას. ჯამში უნდა ითქვას, რომ ეს არის აქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთან ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ყველა მიმართულებით გადახედვას, ამავდროულად თანადგომას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც კანონპროექტის თქმით ატარებს ქართველი ხალხის ინტერესებს და მოუწოდებს პრეზიდენტ ტრამპს გამოიყენოს სანქციები ქართული ოცნების იმ მაღალ ჩინოსანთა წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციულ სქემაში საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის თვალსაზრისით. ასეთი არის კანონპროექტის ზოგადი სულისკვეთება, რომელსაც როგორც გითხარით, გუშინ გვიანღამით კონგრესმენთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საქართველოს შავი ზღვის სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის აფასებდა რთულად მოპოვებულ თავისუფლებას. სამწუხაროდ ხალხის ნებას ახშობს ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს ქვეყანა მიყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, პრაქტიკულად უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს. ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც როგორც იცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკელი ხალხია მსოფლიოში. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მეგობარია. საქართველოში არჩევნების დროს ვიყავი დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც აირჩიეს ქართული ოცნება, მაგრამ ქართული ოცნება გადაიქცა ქართულ კოშმარად. ამერიკაში კინგს ჰქონდა ოცნება, რომელიც ახლაც ცოცხლობს, მაგრამ საქართველოში ოცნება აღარ არის ცოცხალი და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს. არალეგიტიმურმა ქართული ოცნების პარტიამ, რომელსაც ივანიშვილი უდგა სათავეში, გააყალბა 2024 წლის არჩევნები. მათ ნამდვილად გააყალბეს ის იმ სიტუაციაში და მას შემდეგ მასობრივი პროტესტებია. ყოველ კვირას საქართველოში არის მასობრივი პროტესტი, სადაც თავისუფლებისა და უფლებების წართმევას აპროტესტებენ. ეს არის მცდარი მიმართულების კანონპროექტი. ჩვენმა კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე. ამერიკელმა ხალხმა არ გამოგზავნა აქ იმისთვის, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს მეტ ნაწილზე გავავრცელოთ. ჩვენ გვაქვს კარტ ბლანში, დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც უნდა ვაღიაროთ. საქართველოს მსგავსად, ვერ ახერხებენ საკუთარი თავის სათანადოდ დაცვას რუსეთისგან. მაშინ, როცა ისინი თავიანთ მშპ-ს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე. არსებულ სიტუაციაში ეს არის მინიმალური მოთხოვნა ნატოში გაწევრიანებისთვის. მათ ვერ დავადანაშაულებთ იმის ფიქრში, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან თვით უდიდესი ქვეყნებიც კი როგორიცაა გერმანია, ისტორიულად ამ ზღვარს ვერ აღწევდნენ. მაგრამ საქართველოს ეკონომიკა არც ისე დიდია, ასე რომ თუნდაც მეც ხარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს არის არასწორი მიდგომა ეროვნული უსაფრთხოებისადმი და ეს ასევე უფრო აქვეითებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელი იდეა. მე ჩემი ამომრჩევლები ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც ჩვენ კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, რომ ყურადღება გამახვილდება იდეაზე. ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ამ კანონპროექტის მთავარი ადრესატი საქართველოში მმართველი გუნდია, ანუ ქართული ოცნება, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტი არ არის მეგობრული აქტი და მათიც მას შეიძლება მტრული აქტიც კი უწოდა. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის წინა ადმინისტრაციის გადმონაშთი და თავისთავად თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელიც დეკლარირებული აქვს პრეზიდენტ ტრამპს. თუმცა აქვე მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, სამწუხაროს უწოდებენ კონგრესში კენჭისყრის შედეგებს, თუმცა ფიქრობენ, რომ არსებობს გადახედვის საშუალებები,
ჯერ კიდევ არ არის ცნობილი საბოლოოდ იქნება თუ არა მიღებული ეს კანონპროექტი და კლავინდებურად ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის დღესაც მზად არის. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მეგობრობის აქტი და სურვილი მომთხოვილი სიმართლედ გამოაცხადო და ის ბედნიერი სახეები დღეს რაც ოპოზიციას აქვს დილიდან ეს ერთი დღის სიხარული შეიძლება ჩაითვალოს ამ თვალსაზრისით თქვენი სწრაფი ძალიან ბევრია უზუსტობა წერია ტყუილი დეზინფორმაცია რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგისმენია იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციებში რადგან სტრაფმა ყველაზე კარგად იცის რა საჭიროებები არის დღეს სოფლიოში მათ შორის მშვიდობის ენერგიების თვალსაზრისით რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას მე დარწმუნებული ვარ რომ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცევა ეგრეთ წოდებული მეგობრობის აქტი რა თქმა უნდა ყველაფერია გარდა მეგობრობისა ჩვენ ეს ვახსენეთ არაერთხელ რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით და თუ ეს თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს ოქროს ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი არაფორმალური ძალების და გავლენების რომლებაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას. ახლა უკვე ჯერი არის სენატზე და კონკრეტულად 100 სენატორზე როგორი იქნება მათი გადაწყვეტილება ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუმცა საბოლოო ჯამში იმისთვის რომ ეს კანონპროექტი ძალაში შევიდეს და იქცეს კანონად, მას პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება და სწორედ ის იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები შევა თუ არა ამგვარი საკანონმდებლო აქტი საქართველოსთან მიმართებაში ძალაში. გმადლობთ სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.